გამარჯობა, მე მარიამი ვარ, წიგნის კლუბ სათილისმოდან. დღეს ჩემი სტუმარია იოანე. მე და იოანემ შევარჩიეთ ესპანურენოვანი ავტორის ავგუსტინ ფერნანდეს პასის მეკობრეთა სკოლა. იო, რატომ შეარჩიე ეს წიგნი, ვინ არის მისი მთავარი პერსონაჟი და რაზეა ამბავი? მე ეს წიგნი იმიტომ შევარჩიე, რომ არის ძალიან სახაისო წიგნი. ამ წიგნით ყველანი ძალიან კარგს ისწავლიან. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან მარტა, მისი მასწავლებელი ანა და მისი კლასელები. იო, როგორ იწყება ამბავი? რა ხდება ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქ გალისიაში? იქ გადავღლებათ წვიმს ერთი თვე, სადაც მარტა როდესაც იყურება ფანჯარაში, ოცნებობს, რომ ეს წვიმა მალე დასრულდეს. რაზე დარდობს მარტა? რაში უშლის წვიმა ხელს? იმაში, რომ სკოლაში თავისუფლად ვეღარ დადეს. მართალი ხარ, სკოლა სად არის? სად მდებარეობს? პატარა გორაკზე. პატარა გორაზე. მართა და მის მშობლებს რისი სჯერათ? სჯერათ, რომ წვიმა რაც არ უნდა დიდხანს წვიმდეს, მოკლედ ვერ მიაღწევს საფრთხე სკოლამდე. დედა ერთხელაც მიაცილებს მარტას სკოლაში. მერე რა ხდება? როგორ ვითარდება მოვლენები? ვინ ხვდება სკოლაში მარტას? ანა მასწავლებელი, დამიანი მასწავლებელი და კლასელები. კლასელები. მე მგონი მარტას ძალიან უყვარს თავისი ანა მასწავლებელი. როგორი მასწავლებელია ანა? ძალიან მეგობრული და კეთილი. ხო, მხიარული, მეგობრული, კეთილი. განსხვავებით ვისგან? კლარა დირექტორისგან და ადამიანი მასწავლებლისგან. მართალი ხარ, სკოლას ყავს დირექტორი კლარა, რომელიც არის როგორი დირექტორია? ძალიან კაცრი, მაღალი, გამხდარი და სულ მუქი 60 აცვია. მართალი ხარ. და რას ითხოვს განსაკუთრებით, რას აქცევს ყურადღებას? მეცადინეობას და წესრიგს. წესრიგს. თავარია კლარა მასწავლებლისთვის ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს და გაკვეთილების გეგმა, რაც არის გაწერილი, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ მასწავლებლებმა. არავითარ ცვლილებას არ გულისხმობს კლარა მასწავლებელი და არ ღებულობს არანაირ ინტერპრეტაციას, თავისუფლებას და არ მოსწონს მასწავლებლები, რომლებიც დამოუკიდებლად ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ანა მასწავლებელი როგორია ამ დირექტორი კლარასგან განსხვავებით? რა უყვარს ყველაზე მეტად ბავშვებთან რის იკეთება? ბავშვებთან ყველაზე მეტად იმის კეთება უყვარს, რომ ზღაპრებს უკითხავს და სულ ემეგობრება. ემეგობრება, ზღაპრებს უკითხავს. მათთან ძალიან თავისუფალი ურთიერთობა აქვს და ბავშვებსაც მე მგონი ძალიან უყვართ ანა მასწავლებელი, ხო იო? დიახ. ძალიან მოსწონთ ანა მასწავლებელთან ურთიერთობა. კლარა დირექტორი რას ვერ ხვდება? სინამდვილეში ზღაპრების წაკითხვა ხომ ძალიან ავითარებს ბავშვის ფსიქიკას, გონებას, ემოციას, ხომ? ყველაზე მეტად რაში ეხმარება ხოლმე ზღაპარი ბავშვს? რას გვასწავლის ზღაპარი? ზოგჯერ ცხოველების გასულიერებასაც გვასწავლის და სიკეთე როგორ უნდა გავაკეთო ცხოველებისათვის და ადამიანებისათვის. მართალი ხარ, კი, ნამდვილად. და სიკეთე რო ყოველთვის იმარჯვებს, ზღაპრის მთავარი სათქმელია. თანაც ზღაპარი რა არის? თავგადასავალია, ხო? ანა მასწავლებელი ყოველთვის უკითხავს ბავშვებს ზღაპარს და კლარა მასწავლებელი ამას არაფრად არ უთვლის, რომ არ არის საჭირო. მთავარია პროგრამას მიყვეს. აი პროგრამა არის კლარა დირექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ მასწავლებლებს ცემს პატივს, ვინც პროგრამას ზედმიწევნით ასრულებს. რომელი მასწავლებელია ასეთი? დამიანი მასწავლებელი არის სანიმუშო პედაგოგი კლარა დირექტორისთვის. მაგრამ ერთხელაც რა მოხდება, რა თავგადასავალში აღმოჩნდებიან ანა მასწავლებელი, მისი მოსწავლეები და მთელი სკოლა. ერთხელ თიდან სკოლა მოიცვლის ადგილს და მდინარეში გაცურავს. მდინარეში გაცურავს, წარმოიდგინე, ხო იო, როგორი ამბავია, რომ მოწყდება ადგილს სკოლა და მდინარეს გაყვება. მდინარე კი ოკეანეს უერთდება. ამას რა თქმა უნდა, როგორ შეხვდებიან ბავშვები და მასწავლებლები? ძალიან მხიარულად. თან ეშინია, თან დარდობენ და თან ბოლოს მიხვდებიან, რომ ეს რაღაცა ახალია. ამ თავგადასავალს მხიარულად შეხვდებიან და უშიშრად შეხვდებიან. ბოლოს რა დგინდება, რამ დაძრა სკოლა ადგილიდან? რატომ დაიძრა სკოლა ადგილიდან? ეს ხო არაბუნებრივი მოვლენაა. იმიტომ რომ ეს მარტას და ანა მასწავლებელს უნდათ, რომ ყველაფერი შეცვლილიყო და მათი სკოლა ადგილიდან დაძრულიყო. მართალი ხარ. მასწავლებლის და მოსწავლის ფიქრს და სურვილს ხანდახან სასწავლების ჩადენა შეუძლიათ. ანა მასწავლებელსაც, მარტასაც და რამდენიმე ბავშვს გულში უოცნებიათ ის, რომ სკოლა ადგილიდან დაძრულიყო და რაღაცა არაჩვეულებრივ თავგადასავალში აღმოჩენილიყვნენ ყველანი ერთად. და მართლაც ასე მოხდა. იო, ვინ გაიაზრებს კიდევ იმას, ვინ შეიცვლის აზრს ამ ყველაფრის შემხედვარე?
ვინ იცვლება ამ თავგადასავალში? განსაკუთრებულ ცვლილებას ვინ განიცდის? დამიანი მასწავლებელი, იმიტომ რომ ისიც მიხვდა რომ ანუ მასწავლებლისნაირი უნდა იყოს და სულ მოთხოვნილი რაღაცები აი რაღაც პროგრამას ხანდახან უნდა გადაუხვიოს, ხო? და ბავშვებს მოარგოს ეს მხიარულება. მხიარული მასწავლებელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არასრულებს თავის მოვალეობას. პირიქით, სწავლა არის მხიარულება, სწავლა არის სიამოვნება და ანა მასწავლებელმა ეს იცის და ადამიანი მასწავლებელს ამის გააზრება სჭირდება. და აი ამ თავგადასავალში, როდესაც სკოლა მოწყდება და რად გადაიქცევა, თითქოს გემად გადაიქცევა, ადამიანი მასწავლებელი მიხვდება იმას, რომ სწავლასთან ერთად მხიარულება ძალიან ბუნებრივი ამბავია. და ჩვენს წიგნზე ვინ არის გამოსახული? ადამიანი მასწავლებელი, რომელიც კაბიდან კიდე გადაიქცა და ვითომ განძებს იპარავდა. ადამიანი მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ეს სკოლა რაც წარმოიდგინა, გემად წარმოიდგინა და გემის კაპიტნად თავისი თავი, კაპიტან კიდად, რომლის პატარა მეკობრეები ვინ უნდა ყოფილიყვნენ? მოსწავლეები, ხო? პატარა მეკობრეებად, პატარა თავისი მოსწავლეები გადაიქცნენ. და ამ თავგადასავალში კაპიტან კიდი და ანა მასწავლებელი დაახლოვდებიან, დამეგობრდებიან და რას გააკეთებს ანა მასწავლებელი მათ სანუგეშებლად, დასამშვიდებლად, მაინც ნერვიულობენ, ხომ მშობლები ელოდებოდნენ ბავშვებს და ეს თავგადასავალი აუცილებლად მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. რას აკეთებენ ძილის წინ ისინი? ისევ ზღაპრებს კითხულობენ. ზღაპრებს კითხულობენ ისევ, ხო? და ანა მასწავლებელი არა მხოლოდ თავის კლასს, არამედ დამიანი მასწავლებლის მოსწავლეებსაც უზიარებს სიხარულს და უზიარებს ზღაპრით გამოწვეულ აღტაცებას და ისინი აი ამ ზღაპრის მოსმენისას ერთიანდებიან და უხარიათ. ბოლოს როგორ მთავრდება ამბავი? ძალიან მხიარულად. აბა როგორ რანაირად დასრულდა ამბავი? ბოლოს მაინც მოვიდა ერთი მეცნიერი და მან მოსწავლეებს უთხრა, მათ თუ დაუჯერა და სკოლას ისევ მთაზე დააბრუნებდა. და რა გააკეთეს? რა უნდა დაეჯერებინათ მეცნიერისთვის, ბავშვებს და მასწავლებლებს? უნდა დაეძინათ ბავშვებს და მეცნიერი ყველაფერს გააკეთებდა, რომ დაბრუნებულიყო. მეცნიერმა ასეთი რაღაც ურჩია, ხო? საერთო ფიქრმა დაძრა სკოლა დინარისკენ. ასეთივე საერთო ფიქრს უნდა დაებრუნებინა ბავშვები, მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ისევ თავის ადგილას, ხო? და ასწავლა, რას მიხვდნენ ბავშვები და მასწავლებლები? რომ სულ უნდა იფიქრონ იმდენი, რომ წავიდნენ კიდევაც და უნდა დაბრუნდნენ კიდევაც. მართალი ხარ, თავგადასავალში, როდესაც აღმოჩნდები, აუცილებლად მშვიდობიანადაც უნდა დაბრუნდეს შინ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბავშვებს და მასწავლებლებს, როდესაც საერთო ფიქრი, საერთო მიზანი და საერთო სურვილი აქვთ, ჯადოსნური რაღაცების მოწყობა შეუძლიათ. და შეიძლება რომ აღმოჩნდნენ ისეთ არაჩვეულებრივ თავგადასავალში, როგორ თავგადასავალში ჩვენი ანა მასწავლებელი, მარტა, მათი მეგობრები და კაპიტანი კიდი აღმოჩნდა. იო, რატომ ურჩევ ამ წიგნს შენს თანატოლებს? იმიტომ რომ ამით ისწავლიან თუ როდესაც დიდები გაიზრდებიან მასწავლება მოუნდებათ, როგორი მასწავლებელი უნდა იყონ. ხო, როგორი მასწავლებელი უნდა იყონ? ძალიან მეგობრული, ბავშვების მოყვარული და ზღაპრების დამკითხავი. მართალი ხარ. შენ მოგწონს ესეთი მასწავლებლები. მე ვიცი რომ შენ ძალიან კარგი მასწავლებლები გყავს და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შენ თავი კარგად იგრძნო კლასში. რას ურჩევდი სხვა მასწავლებლებს ან თუნდაც ბავშვებს? როგორ გარემოს ისურვებდი რომ ყოფილიყო კლასში, ყველა კლასში, ყველა ბავშვისთვის? ძალიან კარგს. რას გულისხმობ კარგში? ყველაფერი კაი ყოფილიყო მათანაც და კარგი მასწავლებელი ყოველდღე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ივანე. ჩვენს მოსწავლის თაროზე წარმოდგენილია ის წიგნები, რომელიც ივანესთან ერთად სათილისმოში წავიკითხეთ და ასევე მინდა გირჩიოთ მე და ჩემი დრაკონები ეს წიგნი არ წაგვიკითხავსიო და მე ვფიქრობ რომ საზაფხულო საკითხავ ლიტერატურად მშვენიერი სახალისო ამბავი იქნება. თუ როგორ ზრდის ერთი ბიჭუნა, არც მეტი, არც ნაკლები დრაკონს, რომელიც თავის ბოსტანში აღმოაჩინა. დანარჩენი წიგნები, მაგალითად მარიამ ციკლაურის ჩვენი სახლი, ეს გახლავთ ჯანი როდარის ტორტის ზეცაში, ნინო ქადაგიძის ონენა და ვასო გულეურის
ქარის მოყოლილი ამბები ჩვენ ერთად წავიკითხეთ სათილისმოში და ამასაკის დაახლოებით 9-10 წლის მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის არაჩვეულებრივ საკითხავ ლიტერატურას წარმოადგენს. მე გირჩევთ რომ წაიკითხოთ და გაეცნოთ მათაც. იო, ძალიან დიდი მადლობა რომ ამ საინტერესო წიგნზე გვესაუბრე და რას უსურვებ, რომელ წიგნს ურჩევდი შენ საზაფხულო საკითხავ ლიტერატურად შენ თანატოლებს? კომეტა მომინების ხეობაში და მეკობრეთა სკოლას. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მომინების თავგადასავალი ჩემი საყვარელი ამბავია და სერია. ძალიან დიდი მადლობა დროებით. მადლობა იო. ნახვამდის.